ჩემს არხს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. და ეს არ არის რაღაც ნახვები, მოწონებები ან გამომწერების რაოდენობა. სულ სხვა რაღაც არის. წლების მანძილზე ძალიან დიდ შეცდომას უშვებდი და ეს ყველაფერი სრულფასოვნად გუშინ გავიაზრე. არხის შექმნიდან 3 წლის შემდეგ. ხო და ეს პრობლემა, თქვენც რომ უკეთ დაგანახოთ, მოდი მოყვები იმას თუ რატომ დავიწყე საერთოდ ამ არხის კეთება. ერთ დღეს პარიზში ჩემს ერთოთახიან სახლში ვიყავი. მაშინ კოვიდი იყო და უნივერსიტეტშიც ვერ დავდიოდი ფიზიკურად. მაწუხებდა ეს დეპრესიის მაგვარი რაღაც, რაც ყველა ახალგაზრდას აწუხებდა ალბათ კოვიდის პერიოდში, როცა სახლში ვიჯექით და YouTube-ზე ვუყურებდი რაღაც ვიდეოს. უცებ თავში დამარტყა აზრმა, რომ მოდი მეც გავაკეთებ არხს. ავდექი, წავედი, ვიყიდე მიკროფონი, ჩავწერე ხმა რაღაც თემაზე, თავიდან ეკონომიკურ თემებზე დავიწყე. ეკონომიკაზე ვსწავლობდი და ვიფიქრე, რომ კარგი იდეა იყო ეს ცოდნა გამეზიარებინა ხალხისთვის. ჩავწერე ეს პირველი ვიდეო, მე საერთოდ არ ვჩანდი თავიდან, ანუ დავდე. თავიდანვე ძალიან კარგი გამოხმაურება მოიპოვა ამ ვიდეოებმა. რატო არ ვიცი. შემდეგ მეც გამოვჩნდი, ნენელა დავხვეწე საუბრის მანერა, მონტაჟი, გადაღება და რაღაც დროის შემდეგ მივხვდი თუ რა მინდოდა და რატომ ვაკეთებდი ამ არხს. ხო და ეს, რასაც მივხვდი, იყო ის, რომ ამ არხით მინდოდა საკუთარი თავი მეჩვენებინა თქვენთვის. საკუთარი იდეები გამეზიარებინა ის თუ რა მაინტერესებდა, ყოფილიყავი გულწრფელი თქვენთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაფერი ისე წავიდა, რომ ეს რაც ჩაფიქრებული მქონდა ჩემი არხით ვერ განვახორციელე. საბოლოო ჯამში მაინც დავრჩი ვიღაც თხრობელი, ვინც რაიმე კონკრეტულ თემას იღებს და გიყვებათ. ხო და ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ ეს თემები ერთმანეთზე არ იყო გადაბმული. ანუ არხი არ მიყვებოდა რაღაც ერთ ხაზს, რაღაც ისტორიას. ზოგი ვიდეო ფილმებზე იყო, ზოგი ეკონომიკაზე, ზოგი რაღაც სოციალურ თემებზე და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევდა არათანმიმდევრულობას. ერთხელ კაკომ მითხრა, გიორგი, თანმიმდევრულობა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არისო. ხო და იმ დროს ვფიქრობდი, რა არის ეს თანმიმდევრულობა, რატომ ეუბნება ამას თქო. ვერც გავიაზრე რეალურად რა იგულისხმა ამაში. შემდეგ დროთა განმავლობაში ძალიან ბევრისგან მოვისმინე ეს ყველაფერი თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში დავფიქრდი და მივხვდი თუ რა იყო პრობლემა. პრობლემა სწორედ ეს არის, არათანმიმდევრულობა. ანუ ჩემს არხს აკლია რაღაც ისტორია, რაღაც განვითარება, საიდანაც ეს ყველაფერი მიდის. მაგალითად, გავაკეთე რაღაც ფილმის განხილვა და შემოვიდა ვიღაცა ნახა და აინტერესა და რა მაგარია, რა მაგრად აკეთებს, რა მაგრად ყვება. და მეორე დღეს გავაკეთე ვიდეო, ვთქვათ, იმაზე თუ რატომ არის სიგარეტი კარგი. შემოვიდა იგივე ტიპი და ნახა ეს ვიდეო და იფიქრა. წინა ვიდეოში ხომ ფილმებზე საუბრობდა, ეხლა ეს რა შვაშია, რა საერთო აქვს ამ ორ ვიდეოს. და საბოლოო ჯამში ადამიანი იბნევა, რადგან ჩვენ ყველაფერში ვეძებთ რაღაც თანმიმდევრულობას, ისტორიას და ლოგიკას, რაც ერთმანეთს მიყვება ლოგიკურად, ანუ ლოგიკურ ჯაჭვს. და ამ ყველაფერზე რო ვიფიქრე ბევრი, თუ რატომ არ გამომდიოდა ის, რაც რეალურად მე მინდოდა. მივხვდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და ეს ყველაფერი ძალიან სტრესავდა. ამას ფსიქოლოგიაში კოგნიტურ დისონანსს ეძახიან. ანუ მე ჩემს თავში აღმოვაჩინე დისონანსი იმაში, რაც მინდოდა და რასაც ვფიქრობდი და იმაში, რასაც ვაკეთებდი. ვერ ხვდებოდი იმას, რომ თუ მინდოდა ეს არხი ყოფილიყო ჩემს თავზე და ჩემს, ვთქვათ, იდეებზე და განვითარებაზე, რატომ ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი. და საბოლოო ჯამში აღმოვაჩინე, რომ ყველა კონტენტი, რაც გამიკეთებია, იყო ის, რაც მე მაინტერესებდა ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთში. ხო და მივხვდი იმას, რომ ეს კონტენტი საბოლოო ჯამში ჩემს გარშემო ერთიანდება, მაგრამ მე ამას არასწორად გადმოვცემ. ანუ ამ ვიდეოებში მე ვარ უბრალოდ თხრობელი, რომელიც ზის და გიყვებათ ამ კონკრეტულ თემაზე. რეალურად რაც უნდა გამეკეთებინა არის ის, რომ თქვენთვის მომეყოლა თუ რატომ ავირჩიე თქვათ ეს თემა, რაში გამომადგა, როგორ დავინტერესდი ამით, როგორ განმავითარა ამ ყველაფერმა და სადამდე მიმიყვანა. ის, რასაც ვაკეთებდი, ის კონტენტი ამ ყველაფრის საშუალებას არ მაძლევდა. ტექსტსაც კი, ანუ სკრიპტს წერდი, მინდოდა რომ ყველა სიტყვა ჩაკვეხებული ყოფილიყო ზუსტად იმ ადგილას, სადაც მეგონა რომ იდეალური იყო. მინდოდა რომ მთლიანი ტექსტი და მთლიანი ამბავი იდეალურად დალაგებული ყოფილიყო, მონტაჟიც, მუსიკაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი მე მზღუდავდა და არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ თქვენთან ყოფილიყავი გულწრფელი. არ ვიცი ასე რატომ ხდებოდა. თუ მინდოდა ერთი რაღაც, რატომ ვაკეთებდი მეორეს. ალბათ გქონიათ თქვენს ასეთი მომენტი, როცა რაღაც გითქვამთ თქვენი თავისთვის, რომ აი ეს მინდა და ეს და ასე გავაკეთებ. მაგრამ რეალურ ქცევებში ეს ყველაფერი არ გიქნიათ. შემდეგ კი როცა ეს ყველაფერი გაგიაზრებიათ, ალბათ დასტრესით ხართ კიდევაც და ბევრიც გინერვიულიათ. ხო და მე ვფიქრობ, რომ და ვფიქრობ კი არა, საერთოდაც ესეა, რომ
ადამიანებს ყველაზე მეტად სხვა ადამიანები აინტერესებთ მათი თავგადასავლები, აინტერესებთ ის თუ რა არის მათ ტვინში, რატომ ფიქრობენ ასე ან ისე, რა აქვთ გამოვლილი და როგორ გადალახეს თქვათ რაღაც პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ რაც მე მაფიქრებს, რა პრობლემებიც მე მაქვს და როგორც ვცდილობ ამ პრობლემების დაძლევას, იგივენაირად აქვს სხვა ახალგაზრდებსაც ზუსტად იგივე პრობლემები და ზუსტად იგივენაირად ცდილობენ ამ პრობლემების დაძლევას. ხოდა ვფიქრობ, რომ თუ ჩემ ამ გზას გაგიზიარებთ ამ არხის საშუალებით, ეს ყველას დაეხმარება. ხოდა თუ თავიდანვე ის მინდოდა რომ ეს არხი ჩემზე ყოფილიყო, მაშინ მოდი ამ ყველაფერს, ამ კონტენტს გავაკეთებ ისე, რომ ეს იყოს ჩემზე მორგებული, ჩემს გამოცდილებაზე, ჩემს გზაზე და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრნაირი ადამიანი მიყურებს. მაგალითად, ვიღაც ვისაც აინტერესებს მხოლოდ ფილმების განხილვა, ვიღაც ვისაც აინტერესებს მხოლოდ სოციალური თემები. და ისინიც ვისაც უბრალოდ მე ვაინტერესებ. უბრალოდ ევასება ჩემი მონტაჟი, ჩემი გადმოცემის უნარი და უბრალოდ მე. ხოდა ჩემი მიზანი თავიდანვე არც ყოფილა ის, რომ რაღაც ძალიან ბევრი ნახვები ამეღო. ნუ რა თქმა უნდა ეს мотиваციას მაძლევს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც YouTube-ს ვაკეთებ. ასე რომ იყოს ალბათ დიდი ხანია უკვე გაჩერებული ვიქნებოდი. რო ვფიქრობ ხოლმე რომ 20 წელში რას გავაკეთებ თქვათ, თუ იარსებობს YouTube და საერთოდ სამყარო. 20 წელში ხომ სულ სხვა პიროვნება ვიქნები, სულ სხვა ინტერესები მექნება. YouTube-ზეც, რა თქმა უნდა, სხვა რაღაცეებს გავაკეთებ. აქედან გამომდინარე, ვერ შევიბოჭავ თავს რაღაც კონკრეტულ ერთში. მაგრამ ასევე ის არასწორია, რომ ხან ერთ რაღაცაზე ვაკეთო კონტენტი, ხან მეორეზე. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ჩემს თავზე ვაკეთო კონტენტი. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან გაგიზიარებთ ყველაფერი იმას, რაც მეხება მე. ანუ, ვინ ვიყავი, ვინ ვარ, საით მივდივარ, როგორ მივდივარ, რა პრობლემები მხდება გზაზე, როგორ ვაგვარებ ამ პრობლემებს და ასე შემდეგ. მგონი ასეთი რაღაც ქართულ YouTube-ში არავის გაუკეთებია. ანუ ჩემი არხი გადაიქცევა მთლიანად ჩემს ცხოვრებად და გამოცდილებად. ძველი კონტენტით ვთქვათ, მაგალითად ფილმების განხილვა რომ ავიღოთ. რატომ განვიხილავ რაღაც კონკრეტულ ფილმს, ან რას ვსწავლობ იქედან. ამაზე ხომ არასდროს ვსაუბრობ, ხო და ეს მგონია არასწორი და პრობლემა. სწორედ ამიტომ წერ ამ ვიდეოსაც, საერთოდ სკრიპტიც არ დამეწერია ამ ვიდეოსთვის და შეუძლებელია როგორ უნდა დაწერო. დღეიდან სულ ასე იქნება. ნაკლები სკრიპტი, მეტი გულწრფელობა, მეტი ჩემი თავი და ვინც გამომყვებით და აქამდეც მომყვებოდით, მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უთქვენოთ, იქაც არ ვიქნებოდი, სადაც ეხლა ვარ. ყველაფერს ნელ-ნელა მოგიყვებით სხვადასხვა ვიდეოებით მომავალში და იმედია რომ ყველა რაღაც ახალს ვისწავლით და ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს. ხოდა დღეიდან ჩემი პირადი მე და ჩემი არხის იდეალური კონცეფცია ასე გაუსწორდება ერთმანეთს და გაყვება ჩემს ცხოვრებისეულ და პიროვნულ განვითარების გზას. კიდე იმის თქმა მინდოდა რომ ერთი ვიდეო მაქვს ინფლაციაზე. რატომ ძვირდება ასე ცხოვრება ამ თემაზე. მაგას დავდებ და შემდეგ დავიწყებ იმას, რაც მართლა მინდა. შერეკილების განხილვა.